პირველ რიგში გილოცავთ დაბადების დღეს და გითხარით, როგორ გრძნობთ თავს თქვენს ასაკში. თავს გრძნობ შესანიშნავად შედარებით ჩემწლოვანებასთან შედარებით 95 წლის გავთი 19 დეკემბერს. მიყვარს სიმღერა მოძრაობ შეძლების და გვარად. რა არის თქვენი დღეგრძელობის და ჯანმრთელობის საიდუმლო? მიყვარს სიმღერა, მიყვარს ცხოვრება, მიზანდასახული ცხოვრება. ადამიანთან ურთიერთობა არ მეშლება. ჯანმრთელობის უნდა არის, რომ მიყვარს მოძრაობა, მიყვარს სწორი კვება, ხო? სწორი კვება. სწორი კვება. არ სვამ ზედმეტ სასმელს. მაგრამ სვამთ ალკოჰოლს? ღვინო სვამ ნორმალურად. ნუ დაახლოებით ყოველ სადილზე, სადილობის დროს თვითონ ჭიქა ღვინოს ვაყოლებ ხოლმე და ეს ალბათ არის სიცოცხლის ღირსების ელექსირი. მიყვარს სიმღერა, ესეც ალბათ ელექსირია სიცოცხლის. თქვენ თვითონ მღერი ხართ? მე თვითონ მღერი ვარ, მომღერალი ადამიანი ვარ, ძალიან მოსიყვარულე ვარ. ბედნიერად გრძნობ ძალიან თავს, მაქვს ლამაზი ოჯახი, შვილები, შვილიშვილები, შვილთა შვილები. საჭმელებს ვარჩევ, არ წარეს, მჟავეს, ძალიან მიყვარს ბოსტნეული. ზოგჯერ ბუქნებსაც ვაკეთებ, ვარჯიში მიყვარს. ყველაზე უფრო ესე სასიამოვნოდ ბედნიერად რომელი პერიოდი გახსენდებათ თქვენს ცხოვრებაში? ყველაზე ბედნიერი პერიოდი მახსენდება პირველი, რომ ოჯახი როცა შევქმნით, შემეძინა ვაჟი. მე ბედნიერად ვწვდი თავს, როცა მეგობრებთან ვკეიფობდი, სიმღერა მიყვარს, მომღერალი ადამიანი ვარ. მე სოფელში დავიბადე, გავიზარდე და 18 წლის როცა გავამთავრე საშუალო სკოლა, გადმოვედი თბილისში საცხოვრებლად, რომელიც ძალიან მაინტერესებდა თბილისში ცხოვრება. სწავლობდი უმაღლეს სასწავლებელში, პოლიტექნიკური ინსტიტუტი დავამთავრე. რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდებს თქვენი პირადი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან? მათ ადამიანთან სიყვარული ურთიერთობა უნდა დაამყაროს პირველ რიგში. მერმე მიზანდასახული ცხოვრება აუცილებელია. აქ ბევრი წიაღდებობა შეხვდება ამ მიზნის შესასრულებლად. ვინ რა სიტყვის იმას არ უნდა მიაქციოთ ყურადღება და როცა იმ მიზანს მიაღწევ, რომელიც შენ გიდა, მერმე ყველა ტაშს დაგიკრავს და სასიამოვნო იქნება მათთვის და ჩემთვის.